თემას უკვე გავაგრძელებთ ჩვენ სტუმართან ერთად ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძეა ჩვენთან სტუდიაში. დილომშვიდობის და ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით. მოგესალმებით. თემა ნამდვილად აქტუალურია ბევრი უჩივის, თუმცა შესაძლოა არც ის განსხვავება უბრალოდ აქტიურ ბავშვს შორის და ჰიპერაქტიურ ბავშვს შორის. მოდით ვუთხრათ თავიდანვე მაყურებელს, როდის უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენი შვილი არის ჰიპერაქტიური და უნდა მიმართოთ სპეციალისტს ან რაიმენაირად ჩავერიოთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად სწორი კითხვაა, როდის არის მომენტი, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ჰიპერაქტივობა არის პრობლემა. აქტიური ბავშვი ზოგადად არის ძალიან კარგი ბავშვი, იმ თვალსაზრისით, რომ ცნობის მოყვარე ბავშვები ყოველთვის აქტიურები არიან. ჰიპერაქტივობა პრობლემა ხდება მაშინ, როდესაც ის ხელს უშლის ადამიანს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში და მისთვის შესაბამისი როლის განხორციელებაში. ეს ყველაფერს ეხება სიტყვაზე შფოთვა ჩვენთვის არის სასარგებლო ძალიან სასარგებლო ფენომენი ადამიანისთვის, იმიტომ რომ ის საფრთხისგან იცავს ადამიანს. ანუ საფრთხის შესახებ ჩვენ ვიგებთ ხოლმე ჩვენი შფოთვით. მაგრამ უზომო შფოთვა უკვე ხელს გვიშლის. ესევე ჰიპერაქტივობაც. და ბავშვის შემთხვევაში რაში შეიძლება ეს გამოიხატოს? ეს არის ის ქცევები და ის გამოვლენა, როდესაც ბოლომდე არ შეუძლია თამაშის მიყვანაც კი, თამაშის ჯგუფური თამაშის წესებს ვერ იცავს, ვერ ერთვება ისეთ თამაშის, რომელიც გულისხმობს გარკვეული წესების დაცვას. მშობელი გეუბნება, რომ ერთი მოქმედებიდან მეორე მოქმედებაზე გადარბის, აი არა აქვს დამთავრებული ერთი რაღაცა, უკვე სხვა რაღაცას ეძებს სულ რაღაცეებს, არ ისვენებს. საბავშვო ბაღში და მეორე სკოლაში მასწავლებლები ჩივიან, რომ ვერ ახერხებს ბავშვი კონცენტრირებას. ეს თავისთავად ალბათ ბავშვთვისაც შემაწუხებელია, ბავშვთვისაც არის შემაწუხებელი, ბუნებრივია და ასეთი ბავშვი არავის არ უყვარს. იცით რა მაინტერესებს? არა, ეს ცოტა ისეთი ნათქვამი ხა ეგეთი ბავშვი არავის არ უყვარს. მე შეიძლება შვილი მყავს ეგეთი და არა, არავის არ უყვარს რა თვალსაზრისით ვამბობ, იცით, რომ ბავშვები, რომლებსაც შეიძლება რაღაცა პრობლემა ქონდეთ და თავისთვის არიან, უფრო ასატანი არიან მასწავლებლებისთვის, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც ვერ დაგეთანხმებით, მე მეგობრები მყავს ასეთი და ძალიან მეყვარს ისინი. მე მაინტერესებს ასეთი იბადება ადამიანი თუ მე შეიძლება რამემ გამოიწვიოს მისი ჰიპერაქტივობა. ძალიან კარგი კითხვაა ეს, იმიტომ რომ ეს არის ნერვული სისტემის მდგომარეობა. ეს არის ესეთებად იბადებიან. არსებობს ესეთი სინდრომი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის. ჰიპერაქტივობა მისი ერთ-ერთი გამოვლენაა. როგორც წესი, არსებობს აი ესეთი მდგომარეობა, რომელიც მუცლად რო იბადება ბავშვი მაშინ ესე არ ჩანს, მაგრამ უკვე ზრდის პროცესში ვლინდება, რომ მას უჭირს ყურადღების კონცენტრაცია, ვერ ახერხებს ერთ ადგილას მოსვენება, შესაბამისად ვერ ახერხებს იმპულსის შეკავებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მერე უკვე სწავლისთვის და დასწავლის პროცესისთვის, ხომ, რომ ადამიანმა მიზნიდან გამომდინარე დაგეგმოს თავისი მოქმედება და მერე ეს მოქმედება შეასრულოს. როგორც წესი, აი ეს ორი მდგომარეობა, ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტივობის გარეშე, ასეთი ბავშვები ჩუმები არიან, თავისთვის არიან, მეოცნებებს ეძახიან ასეთ ბავშვებს. ისინი არ არიან ჰიპერაქტიული ბავშვები, მაგრამ მათ აქვთ პრობლემა, რომელიც ესე გარედან არ ჩანს. და ის ბავშვები, ვინც ჰიპერაქტიურია, ეს პრობლემა ჩანს. ორ ნაწილად გავყოფდი ასეთ ბავშვებს, ბავშვები, რომლებიც ძალიან ჰიპერაქტიურები არიან, მაგრამ სწავლაში პრობლემა არ აქვთ. ძალიან კარგი ინტელექტი აქვთ, ცნობის მოყვარეები არიან, უბრალოდ მათ თავის ტვინს სჭირდება გააქტიურება. ეხლა ცოტა უცნაურ რამეს ვამბობ. ასეთი ბავშვების თავის ტვინის ქერქს ძინავს. ხო, თითქოს გარედან ჩანს, რომ ისინი აგზნებულები არიან პირიქით, მათი ქერქი ძალიან დაბალი აქტივობის მატარებელია. ანუ შესაბამისად სჭირდება ჩარევა. შესაბამისად, ალბათ მნიშვნელოვანია ამ დროს განსაკუთრებით მასწავლებლები ახსენეთ, სწორედ მათი ცოდნა როგორ უნდა მოიქცნენ ამ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოსწავლე ჰიპერაქტიურია და ასევე საინტერესოა როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ შეამჩნევს, რომ მისი შვილი აშკარად მიეკუთვნება ჰიპერაქტიობა, როგორც ეს სიმპტომი, ანუ გარე გამოვლენა რაღაცა ქცევებში, რომელიც ვლინდება. ბუნებრივია, ეს მდგომარეობა შეიძლება ქონდეს ჩვეულებრივი განვითარების ბავშვსაც და შეიძლება ქონდეს პრობლემების მქონე, პრობლემური განვითარების მქონე ბავშვსაც, როგორც ერთ-ერთი გამოვლენა. მასწავლებლისთვის რთულია ხოლმე ასეთი ბავშვის მართვა კლასში.
ასეთი ბავშვები ცნობის მოყვარეები არიან, ანუ მათი ინტერესის წარმართვა შესაძლებელია, მათი მოტივირებაა შესაძლებელი და გარედან ცოტა უფრო მეტი დაგეგმა ჭირდებათ. ანუ მასწავლებელს ყოველთვის პირველ მეხზე უნდა ეჭდეს ესეთი ბავშვი, პერიოდულად უნდა შეახსენოს რა უნდა გააკეთოს. ანუ ის უნდა იყოს მეტნაკლებად ყურადღების მასწავლებლის ყურადღების ველში, იმისთვის რომ მან მოახერხოს კონცენტრირება და ეს მოусვენრობა დაძლიოს თავისი. როგორც წესი, თვითონ ბავშვი ვერ ახერხებს ამის მართვას, თვითმართვას, თუმცა ეს შეიძლება ჩვენ ვასწავლოთ. არსებობს გარკვეული მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ჩვენ ვასწავლეთ ბავშვებს, როგორ უნდა მოახერხოს ეს თავისი მოусვენრობის მართვა ერთი და იმპულსის შეკავება. ძირითადი მაინც რამდენიმე არის ჩვეულებრივი ნეიროფსიქოლოგიური მეთოდები, როდესაც ჩვენ გარკვეული ბავშვისთვის საინტერესო დავალებებს ვაძლევთ და შესაბამისად ვასწავლეთ ჯერ გარედან, როგორ უნდა ჩვენ ვუგეგმავთ და მე ნელ-ნელა თვითონ გეგმავს და მეორე არის ეგრეთ წოდებული აპარატურული მეთოდები, მაგალითად ეგრეთ წოდებული ბიოფიდბექის მეთოდი, ანუ უკავშირის მეთოდი, როცა ბავშვი კონცენტრირებული უნდა იყოს, კომპიუტერული თამაშებია ჩვეულებრივი, როდესაც ბავშვი აკონტროლებს თავის იმპულსს, აკონტროლებს თავის ზედმეტ მოძრაობებს, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ მოიგებს იმ თამაშს. ანუ კომპიუტერული ტექნოლოგიების ჩარევით შესაძლებელია, ანუ სასარგებლოდ გამოვიყენოთ ეს თამაშები იმისთვის, რომ ბავშვმა გააკონტროლოს თავისი როგორც ერთ-ერთი მეთოდი. კი ბატონო, ცოტა უკან მინდა დავბრუნდე სულ ერთი კითხვით. როდესაც ბავშვი არის ძალიან პატარა თვეების ან დაახლოებით 1 წლის, მაშინ როდესაც ცდილობს რომ გარემო შეიმეცნოს და მისთვის ესეც საინტერესოა, რაღაც გვერდზე ნივთი რაც დევს ისიც საინტერესოა და დიდხანს არ აქცევს არაფერს ყურადღებას. ანუ ეს ხომ არის თქვა ერთ-ერთი სიმპტომი ჰიპერაქტიული. ეს არის ჩვეულებრივი მდგომარეობა. ანუ ეს ჩვეულებრივი მდგომარეობა. მაშინ როდის უნდა ჩავთვალოთ? 5 წლის მერე. 5 წლის მერე ისმევა ეს დიაგნოზი, ანუ ჩვენ თავს ვაძლევთ უფლებას, რომ თქვათ იმის ბავშვის ჰიპერაქტივობის, ანუ ყურადღებობის შესახებ, უკვე როდესაც ბავშვის ნერვული სისტემა ასე თუ ისე ჩამოყალიბებულია, როდესაც მას შეუძლია მოქმედების დაწყება, დამთავრება, მიზნის განსაზღვრა, დაგეგმვა მეტნაკლებად, აი უკვე ასეთ სიტუაციაში ჩვენ შეგვიძლია დავაბრალოთ მას ბჭყალებში, რომ შეიძლება კონდეს ჰიპერაქტივობა. პატარა ბავშვი თუ ესე არ იქცევა, როგორც თქვენ აღწერეთ, მას აქვს პრობლემა, ესე იგი. ის უნდა იყოს მოусვენარი, მან უნდა გარემო შეიმოცნოს მოძრაობით და შეგრძნებებით შესაბამისად, აი ეს ქაოსი, რასაც ის ქმნის, არის ძალიან სასარგებლო მისი განვითარებისთვის. ქალბატონ თამარ, ხდება თუ არა ამ დროს თქვათ რაიმე მკურნალობის მეთოდი ინიშნება თუ არა მედიკამენტებით აუცილებელია თუ არა? იცით რა, ეხლა მე ექიმი არა ვარ, ამიტომ ალბათ ყველა უფრო ნაკლებად ვისაუბრებ ამაზე, თუმცა ჩვენთვის ცნობილია, ჩვენთან არა. დასავლეთში ძალიან ხშირად ინიშნება ამფეტამინის პრეპარატები. რიტალინი მაგალითად. ეს დასამშვიდებლად ინიშნება თუ? შესამცირებლად ჰიპერაქტივობის, ვთქვათ ესე. მაგრამ ეს პრეპარატები საქართველოში არ არის რეგისტრირებული და მე ვფიქრობ ზარენაც კარგი რომ არ არის რეგისტრირებული, იმიტომ რომ ეს ამ პრეპარატებს ბევრი გვერდითი მოვლენა აქვს. ისინი მიჩვევას იწვევენ, შესაბამისად წამალდამოკიდებულების რისკ ფაქტორები არიან და შესაბამისად არ შველიან ამ პრობლემას რეალურად. საინტერესოა კვების რაციონით ამ უნდა თქვა ამაზეც გვიპასუხეთ და ასევე მაინტერესებს იმ შემთხვევაში თუ დროულად არ ჩაერევა არც მშობელი, არც მასწავლებელი, არც სპეციალისტი, დროთა განმავლობაში, ანუ მოზარდით შემდეგ ზრდასრული წყალივდება ჰიპერაქტიულად. და რამდენად ახერხებს ის რეალიზებას საკუთარი თავის და დაძლევას იმ პრობლემის, რომელსაც საბოლოოდ თავის-თავში აღმოაჩენს აუცილებლად. საკვებთან დაკავშირებით იყო ესეთი, არის უფრო სწორად ესეთი მკვლევარი ფეინგოლდი, რომლის სახელსაც უკავშირდება დიეტა სპეციალური ჰიპერაქტივობის დროს. იდეა ამისი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ეს დანამატები, ემულგატორები, საღებავები მავნეთმოქმედებენ ნერვულ სისტემაზე და შესაბამისად იწვევენ სხვა ნერვული აქტივობის დაქვეითებას ქერქის. შესაბამისად, აი ესეთი არაბუნებრივი საკვები, რომლითაც ავსეა ჩვენი სუპერმარკეტი,
მარკეტები მანდა მაინც ასარგებლო არ არის ბავშვებისთვის, ეს ფერადი კამფეტები, სხვადასხვა ესეთი საღეჭი რეზინები და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება პრობლემას, რომ მოზრდილებსაც გაყვებათ ეს ბუნებრივი ასეთი ადამიანი, რაც არ უნდა მაღალი ინტელექტუალური იყოს, მას უჭირს ხოლმე თავისი პოტენციალის რეალიზება, იმიტომ რომ გარემოსთვის როცა მე ვთქვი, რომ ასეთი ბავშვები არ უყვართ იმ გაგებით, რომ იმის გამო, რომ მათ უჭირთ მთლიანად თავისი მოქმედების დაგეგმვა, საერთო გუნდურ აქტივობაში მონაწილეობის მიღება, მათ უჭირთ მეგობრების, ასე ვთქვათ, შენარჩუნება, უჭირთ დავალებაზე თავიანთი ყურადღების შენარჩუნება. შესაბამისად, აი ამ პოტენციალის საკუთარი ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა ბუნებრივია უჭირთ. ასეთი ბავშვები ძალიან ხშირად მოგზაურობენ ერთი სკოლიდან მეორე სკოლაში. და ძალიან ტრაგიკულები არიან. ძირითადად არიან ხოლმე ბიჭები. გოგონებში ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი ყურადღების დეფიციტით უფრო ხშირად ვლინდება, ვიდრე ჰიპერაქტივობით, თუმცა გოგონებსაც აქვთ ხშირად ჰიპერაქტივობა. და ამიტომ სკოლა ცდილობს ხოლმე რომ რაღაცნაირად თავი აარიდოს ასეთი და ეს ალბათ ყველაზე დიდი დანაშაულიც არის ამ ყველაფერში. მასწავლებელს უჭირს ხოლმე მართოს ესეთი ბავშვი, თუმცა ასეთი ბავშვების მართვა არის შესაძლებელი. თუმცა ალბათ მთავარი ის არის, რომ დროული ჩარევის შემთხვევაში ამ პრობლემის მოკვარება შესაძლებელია. დიახ, ძალიან ადვილად. ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ და ჩვენს მაყურებელს უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ნეიროფსიქოლოგი ქალბატონი თამარ გაგოშიძე. ვნახოთ რეკლამა, შემდეგ მოვამბე და დაგიბრუნდებით.